შედი გოგო გაიგე რა ხდება? ახლა არ გამოვედი? არ მიშვებს დაცვა და რა ვქნა? ვინც არ გიშვებს, იმას კითხე ზუსტად. რა? ბავშვი მოვიყვანეთ თქო. ჩემიც მიშვილია თქო, გვაინტერესებს როგორ არის თქო, ყველაფერი მე უნდა აუხსნა ამას. მამა, დღეში მილიონი ბავშვი შეყავთ იქ. და ახლა არ მგონია ყველას ამბავი იცოდნენ. კარგი ბატონო, ვიდგეთ აქ და ვუყუროთ როგორ კვდება ქალი. დედა, რატო იგვიანებენ ამდენ ხანს, რა ხდება? არ ვიცი დედა, ალბათ სანამ ექიმი ნახავდა, გასინჯავდა, მე ანალიზებზე გაუშვებდა. კიდე ანალიზები, კაცო. თენგო, გამაგებინე ერთი რაშია საქმე, გამაგებინე, რა თუნდა ამ პატარა თითის ტოლა ბავშვს, ამდენი ანალიზი. სადა აქვს ამდენი სისხლი? ენაცვალოს მაგას ბაბ. ვიცი. მაგას არ ვამბობ, კაცო. ძლივს მოვჩიტე, მოვაფერიანე, მოვაფუნთულე, მაგას ვენაცვალია. მოფუნთულება აღარ ქვია უკვე მაგას. ისეთი დამრგვალებული არა, მსხვილი აღარ ჩანს გვერდიდან. ჭამა უყარს ბაბუასავით. მოდი, მე ღმერთო შენ მიშველი. მოდი. რა? ხომშიდობა. კი, ყველაფერი კარგად არის. მოდი ბებუკა ჩემთან მოდი. კაი გოგო ხარო? ბებუკა. ცოტა წონა აქვს ზედმეტიო. წონა? ხა ვამბობდი ძალიან მოპუტკუნდა მითი. გულზე რა თქვეს ის მითხარით, ორი დავიხოცეთ ხალხი. არაფერი, კარგად არისო. რანაირი პასუხია ეხლა? მისგან ხო ვერ გაიგებ წესიერ პასუხს. შენ გითხარი შულო რა? მოკლედ, ყველაფერი გავუკეთეს, რაც საჭირო იყო, ანალიზები, კარდიოგრამა, ეხოსკოპია. ყველაფერი კარგად არის. აი ეს არის ჩემი ყველაზე მაგარი გოგო. ექიმი ზუსტად ესე გითხრა, ძალიან მაგარი გოგოაო. ბებუკა, გაგიჟე ბებუკა ექიმები ხო? ხო, შია ეხლა ამას, შია დედა. მაია, წამლები მოუხსნეს? კი, ყველაფერი. საერთოდ აღარაფერი აღარ არის საჭირო, სრულიად ჯანმრთელია. აცი, სადაც გინდათ იქ ატარეთო. მართლა? აი ახლა გვიყურონ მეზობლებმა როგორ უნდა სოფლის აწიოკება. მეგი არ უნდა გეთქვა დედა ეხლა რა. ბებუკა, ამ შენი გადარეული ბაბუას ხელში მე მგონი სახში არ გეღირსება შემოსწენა. ჰე, აჭამე ეხლა, აჭამე დედა, მედი და წავედით. ხო, მედი დედა, მედი. მუშკი დედა. სტოპ. მიდი აბა. ქალაქი. კუდა ისი? ქარქუტი. რა ქარქუტი? ხო, ქარქუტი. რა ქარქუტი? ქალაქია ბიჭო ეგეთი ქარქუტი, ახალციხეში. აზია ხარ რა. მიდი ფრინველი. კათანი. ქორი. კი, ცენარე. კონდარე. კანდა. რა კანდა? რა იყო ხარ მითხრა არ გამიგიო. რა კანდა ბიჭო? ბიჭო საჭმელში უშვებიან, ახალციხეში. ფრინველი. კათამიმედი. ფრინველი ეგ გავია. აი ცხოველი. რა გიზე? ქორბუდაირები. შე ბიჭო ხო არ უდი. რა ქორბუდაირები? აი რეებში ეხა არ მითხრა არ გამიგიაო, ბიჭო ქორბუდაირები არ წვენია. კაი, ნუ დახოცო. აუ გამაგიჟა რა, ეს რა ჭინჭლი ყოფილა, ხო? აბა მე. რაკენი მოუგე? მოუგე და ყველაფერზე ამბობს არა, არ ითვლება. ბიჭო აფერისტი, რაღაცებს იგონებს, პროსტა ესე. არ არსებობს. ხვალე მჭირდებით რა. რა ხდება? ფოთში მივდივართ. ფოთში? კონდაინერ ჩამოვიდა? დიახ. მოიცა მეც მოდივარ? ხო, რავი, არ გინდა? როგორ არ მინდა, რას მუშაობა დავიწყოთ, სულ მივლინებაზე ვოცნებო. ფოთი მაგარი მივლინებაა ძალიან. ნამყოფი ხარ? რავი, ქართველი კაცი ფაზისში რაპონში არ უნდა იყო ნამყოფი. ფაზისში? ხო. ქალაქი ახალციხეში. მიდი რა. მერე? არაფერი რა, ხვალე დილის 7 საათზე გავდივართ რა. ძალიან არაჟი ტირდე შენ. ხო. და გამოიძინე კარგად რა. მიდი აბა თქვენიც. არის შეფ. გინდა ერთი ცუთ ამაშოთ თზე. ადი რა. შიშა. ღია მობძანდით. ეს ღიაობა უკვე მომწონს. აბა კარს საკეტია გაფუჭებული და რა ვქნა. მართლა? რა მაიმუნიც იყავი, იგივე მაიმუნი დარჩი რა. შენ კიდე როგორი კარგი მეგობარიც იყავი, ისევ ისეთი ხარ. აი, ეყოფა რა. არა მართლა. თოიც მაგრად ჭირდებოდა ეს სამსახური. შენ რო შემოგეთავაზებინა, არ ვიცი უნდა მეკ. შენ ქირურგს უმუშევარს არავინ არ დატოვებდა, ხო იცი არა?
მე უბრალოდ ბეწვზე მოგისწარე. კაი, ძალიან კარგად იცი რომ არ ვიყავი დატაცებაზე. მაგრამ შემიძლია დაკვირდე რომ არ შეგარცხო. არ შემარცხმენ, მაგრამ კლინიკის ყველა ქალს მოაცდი. წეგან ექნების ოთახში ჭორავდნენ ისეთი სიმპათიური ახალი ექიმი ყავს, რომ თვალი როგორ მოვაშოროთ არ ვიცითო რა. გადამირიე უკვე ხალხი. მე кайფი ხო რა გინაბულებ. ვისაც ნანახი ყავდი ისე უნებოდა, ვისაც ჯერ არ ღირსებია შენი ნახვა იმას. ხო, ყველას გაცნობა ვერ მოვასწარიჭე. ძალიან კარგი ხალხია, რასაერთოდ ოჯახური გარემოა რა. ხო, ეთყობა კი. ხო და შენი ოჯახში მოსვლა არ აღნიშნოთ საღამოოს. დაუნიშნოთ. ხო და ძალიან კარგი გუდისბარი ვიცი. მე წავიდეთ რა. დეო. ოკეი. მაშინ მომურჩები ყველაფერს შემოგივლი, ან? დამირეკე და ეზოში შევხვდეთ. ერთო. Bye. Arigat. ნახე რა ამინდია. ჩააცვი ჩემ გოგოს უნდა გავასეირნო. რა გაყურებს კაცო, ბავშვს აძინებენ. ახამდე რა საკეთებ? ჭამა არ უნდა კაცო? ჩუმეცა. მეთი გენახა როგორ თქლებთ არძეს რა. მამი შეჭამდი თენგო შეჭამდი. ენაცვალოს ბაბუ. დახატული ახლა. დაიძინა დედა. ხელაზე ყვიქრო და ბაბუა მისი რომ აფორია ხაფერი სოფელი. მომეცდა ხოლმე გავაგზავნე ხო? არავითარ შემთხვევაში მიდი შენ დაჯექი დაისვენე. მიდი. მოკლედ რახან ექიმმა ბავშვის გარეთ გაყვანის უფლება მოგცა. მე და მაიკომ გადავწყვიტეთ რომ მოვნათლოთ. აკაშენად ღმერთმა. დედა, ყოჩახ დედა, მე როგორ ნერვიულობდი, იცი კაცო, ვიფიქრე ხლა ეს გარეთ გაყვანა რომ შეიძლება უკვე ასე მოუნათლავი ბავშვი ან თვალი არაცეს თქო. ხო, მეც. რა კარგია. და როდის დედა, როდის აპირებთ? ზუსტად არ ვიცით. რაც მანამ მით უკეთესი, აღარ გვინდა გადადება რა. როცა იტყვი მამა, რა გვიშლის ხელს? გოჭი მყავს. ინდაურები დასუქებულები არიან. ისეთ სუფრას გავშლი, თამარ ქალს რო ეკადრება. ხო, მთავარია მამაოს ეცალოს ამ კვირაში. ამ მამაოს არ ეცლება, სხვა მამაოს ეცლება. მამაობის მეტი რა არის? არა, ჩვენმა მამაომ გვინდა რომ მონათლოს. ჯვარი მის დავზე. მოიცა კაცო, თქვენ არ მითხარით რომ ეგ მამაო ქუთაისში გადავიდაო და მე რა უნდა ქუთაისში ჩასვლა ჩამოსვლას. ხო, მამა, ეგეც არ არის პრობლემა. 2 საათი იქით, 2 საათი აქეთ. კაცო, ეგ კი, მაგრამ ხალხი ასე წინდა უკომ დაატაროთ? ის სტუმრები დედა ვიქნებით ჩვენ და ნათლიები. იცი რა მითხარი? ამისთვისაც 4 ნათლია გინდათ? არა, ალბათ ერთი. ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით. მე ვფიქრობ ვახტანგას რა. ვახო. ჩემი ვახო? ვაიმე რა კარგია დედა. მოიცა რა, გაანებეთ მაგ ვახოს თავი რა. თავისთვის ვერ მოუგლია მაგას. რატო ვითომ? ჩემი ნათესავი რო ამიტო? მაგას ანზორის გოგო ჯობია. რითი ჯობია ახლა ანზორის გოგო ერთი მითხარი. ლამაზი მაინცაა. შენი ნათესავი რო ახლა გახდა ლამაზი ხო? კარგით. მოვიფიქრებთ რა რამეს. ხო, არ არის პრობლემა. კაი დედა, კი. არა დედა, არა. არ ვიქნები მშიერი. ჭამეთ უჩემოთ რა ვქნა ეხლა. კარგი, ხოცები რა. კაი. მობზანდით. საიდან როგორ ანაირად? ყველა კითხვაზე ერთად მიპასუხოთ. არა, დაჯიქდა. მომიყევი აქ როგორ აღმოჩნდა. თაკონ მითხრა, სადაც მუშაობ და გამოსამშვიდობებლად მომედი. გამოსამშვიდობებლად? გერმანიაში მოვიდარ ზეგ. რასთან, უფრო მაგარია. დიდი ხნით? ჯერჯერობით 2 წლით, მე რომ ნახოთ. მამ ჩემს მეგობარმა გამიწია რეკომენდაცია ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკაში და შენ აღარ ხუმრობ. ხო. შენც მათ სწავლობდი, ხო? კი, მან და ზუსტად ვიცი რა მაგარად გიგას მინდიხარ. ხო, ალბათ, ხო. რა ალბათ, გადამრია ახლა, რაღაც ძალიან აღრთმონებული არ ჩემ. არა, მიხარია, მართლა. ოღონდ, აქაურობაც მენანება, ცოტა. წახვალ, ექიმი გახდები, ჩამოხვალ და შენ კლინიკას გახსნი. ხო.
მამამ ჩემს მაგას მეუბნება. მართალია. ხო, მე კიდე მიზეზებს ვეძებ, რომ დავრჩე და არ ვიცი, ვინმემ რომ მითხრას არ წახვიდე, ჭირდებიო, ერთ წამითაც არ დავფიქრდებოდი. არ დაუჯერო არავის ვინც მაგას გეტყვის. იმდენი კარგი რამე გელოდება წინ. იმდენი რამე გაქვს სასწაული, იმდენი ადამიანი ყავს გადასარჩენი. მისმინე, ნახევარი საათი მაქვს. არ გინდა ყავა დავლიო. არა. წავალ, მე ჩქარება, ბევრი რამე უნდა მოვასწრო. უბრალოდ მადლობა მინდა და გადამეხადა. ბევრი რამე ვისწავლე შენგან. სწავლა ეხლა იწყება, კარგია. კაი, წავედი და იქნებ გადავეყაროთ სადმე ერთმანეთს. კარგას. კარგი. ღერო მრავალი მცენარისთვის ერთადერთი საყრდენია. ელენე და რა სახით მიყურებ? გეგონება მცენარეც პირველად გესმის და ღეროც. არ მესმის პირველად, ბევრჯერ წავიკითხე, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ. დე, მომისმინე, ეხა დამშვიდი, ერთად წავიკითხოთ და შინაარსი დავიმახსოვროთ, კაი? არა აქვს მაგას შინაარსი, ეგ უნდა დავიზეპირო, ვერ ვიტანო ბუნებას. ყველაზე ადვილია. აბა რა შვებიან ჩემი გოგოები? ღეროს ვსწავლობ. მოსწავლობებო? ბუნება აქვს ამეცადინო. რა ხთა, მე რა პრობლემაა მაგას ისწავლე? შენ არი ნერვიულო. მაგიტო ხარ ცუდ ხასიათზე? ეხლა ისეთი ამბავი მაქვს თქვენთვის. უცებ მოხვალ ხასიათზე. რა? მოკლედ ნონას ველაპარაკე და ბავში ყოლიათ ექიმთან. თამარი? ხო, ბებო, თამარი, როგორ გახსოვს? მე კიდე ვერ გავიხსენე სახელი. და კარგად არისო? დედა, გადასარევად, ყველანაირი წამალი მოუხსნეს და ჩვეულებრივად იცხოვრებსო. აი მე რა ბედნიერება. ჩვეულებრივად იცხოვრებს, ხო. ანუ თამაშად შეძლებ? კი, ბებო, აბა რა. მაგრამ ეს არ არის მთავარი ამბავი. უფრო კარგიც გაქვს. დიახ. თან შენ გაგეხარდება ყველაზე ძალიან. ხო, ნონა მითხრა, ზეგ ქუთაისში ვართ დაპატიჟებული ბავშვის ნათლობაზე. დე, რა მაგარია, ხო წავალთ? აბა რა, ბებო. აბა ნათლის გარეშე ხარ დავტოვებთ ბავშვს. შენ ხარ ნათლია? არა, მე რა შუაში ვარ. მე ვარ ნათლის ბებიად დაპატიჟებული. ვაიმე! შენ უნდა იყო ნათლია. ნონა მითხრა, ბევრი ვიფიქრეთ და ელენეზე უკეთეს. ვის მოვა ნათლინებთ ჩვენს გოგოსო? ვაიმე. ნუ თუ რა თქმა უნდა ელენე იქნება თანახმაო. ხო ვთხარი კი რომ. დაბარა, ბებო. დედა, აი მეც მეყოლება ნათლი. ხო, დე, ძალიან მაგარია, ძალიან. ჩემი გოგო. ნანა დეიდა. ნანა დეიდა. მოვდივარ, ანა, მოვდივარ. ვაიმე! ჩემი ლავაზ, ჩემი. ადუათ მოგენი. ისე ამიხსენდი, რომ მეგონა ნავთობი ვიყავი უკვე. რა მამაზი ხალო. ვაიმე. ხომ არ გაბრაზებს? არა, არ მაბრაზებს, მაგრამ სულ ცალკობს, სულ. ვაიმე, საყვარელი. და იცი ვინ არის? თავარია რომ ჯავრთელი დაიბადოს. იცით რა მეც ესე ვფიქრობ, ნანდა, რომ თავარი ეს არის. მომეცით რა ეს გაიხადა. კი, ხავი. ხოდა მე მაქვს თქვენთვის ძალიან გემრიელი სტაფილოს კექსი და ხილის. არა, ანა, არაფერი არ მინდა. ის კი არა, აქეთ უნდა მომეტანა შენთვის, მაგრამ ისე გამოვშტერდი რომ. კარგით რა. აი, ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ ეგ კი არა საერთოდ. რა ვიცი, სად დავდივარ. რას ვაკეთებ, ეგეც არ ვიცი. რა ხდება ნანა, ხომ მშვიდობა? სახლიდან თავი რომ არ გამოგეყოფა. და სირცხულით ხალხს თვალებში რომ ვერ უყურებ. რომელ მშვიდობაზეა ლაპარაკი ანა. არა, ასეთი რა დავაშავ. ან მე ან ჩემო ქმარმა. ან რა დავაკელით ასეთი ბავშვებს რომ აი ესე გამიმწარეს სიტუაცია. ეკაზე თუ ამბობთ ნანდა ძალიან დიდი ბოდიში რა, მაგრამ ცეთმეტად ატრაგიკულებთ ამ ყველაფერს. შენთვის ადვილია ანა.
შენი მეგობარია. და ისეთი გიყვარს, როგორიც არის. მაგრამ ჩემთვის, თქვენთვის მით უმეტეს თქვენი შვილია. ხო მართალი ხარ ანაკი.